სოფელ ვახტანგისთან მოხდა ავტოავარიას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ის მსუბუქ ავტომობილში მეგობრებთან ერთად იჯდა და ბოლო ზარის ზეიმიდან ბრუნდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მოზარდი დაშავდა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტრაგედიის დეტალებზე შემთხვევის ადგილიდან ნატა მახველაძე ისაუბრებს. შემთხვევა მოხდა სოფელ ვახტანგისში მსუბუქი ავტომობილით, რომლითაც მოძრაობდნენ მოსწავლეები და ისინი ბრუნდებოდნენ სკოლის ბოლო ზარიდან. შეეჯახა ტრასაზე მოძრავ სამარშრუტო ტაქსი და შეჯახების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი გოგონა. ამის შემდეგ, როგორც ირკვევა, 08 ტიპის მსუბუქ ავტომობილში ისხდა სამი მოზარდი, ორი გოგონა და ერთი ვაჟი. როგორც გითხარით, ერთი გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა, დანარჩენები გადაყვანილი იყვნენ 16 წლის გოგონა რუსთავის საავადმყოფოში და 18 წლის მოზარდი ბიჭი იყო გადაყვანილი გარდაბნის საავადმყოფოში. 16 წლის გოგონა, ანუ მეორე გოგონა რუსთავის საავადმყოფოშიც გარდაიცვალა სულ რამდენიმე წუთის წინ, როგორც ჩვენთან საუბარში ექიმებმა განმარტეს. რაც შეეხება 18 წლის მოზარდს, მისმა მშობლებმა მოითხოვენ, რომ სასწრაფოდ გარდაბანიდან ის გადაიყვანონ თბილისში საავადმყოფოში, ვინაიდან მისი მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. Школьники, ну это... მოსწავლეები იყვნენ, სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ. როგორც ვიცი, ორი გარდაცვლილიც არის. На школе просто куда? ბავშვები სოფელ ვახტანგისიდან იყვნენ, ერთი მიკროავტობუსით და ერთი მსუბუქი მანქანით. ისინი აქ სეირნობდნენ. Маленькая машина. ბავშვები მსუბუქ მანქანაში ისხდნენ და მათ დღეს ბოლო ზარი ჰქონდათ. როგორც ამბობენ, ერთი ვაჟი და ერთი გოგონაა გარდაცვლილი. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მუშაობს კრიმინალისტიკური სამსახური, როგორც იცით, ძიება არის დაწყებული. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, ის დაკითხვაზე ამ წუთებში გარდაბანში იმყოფება.